მოგესალმებით, მადლობა რომ გვისმენთ მთელ საქართველოში და გვიყურებთ პლატფორმებზე იმედიჯი, მაი ვიდეოჯი, ასევე მაგთის IP ტელევიზიით 53 არხზე, რადიო იმედის Facebook გვერდზე, YouTube არხზე და ასევე ტელეკომპანია იმედის YouTube არხზე, რომელსაც მილიონზე მეტი გამომწერი ყავს. საქართველოში ერთჯერადი პლასტიკატების მოხმარებაზე ვისაუბრებთ და ჩვენი გადაცემის სტუმარი გახლავთ ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ლაშა ინაური. მოგესალმებით ბატონო ლაშა, მადლობას გიხდით გადაცემაში მონაწილეობისთვის. ვთქვათ რომ პლასტმასის ჭარბი მოხმარება დღეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გარემოს დაცვითი გამოწვევაა მთელს მსოფლიოში. საქართველოში ჩატარებული კვლევის შედეგებით ქვეყანა ყოველწლიურად დაახლოებით 512 მილიონ ერთეულ ერთჯერადი გამოყენების პლასტიკატის ჭიქას, თავსახურს, საკვები კონტეინერსა და ასევე დანაჩანგალს, კოვს და ეგრეთ წოდებულ საწრუფთებსა და სასმლის მოსარევს მოიხმარს, რაც დაახლოებით 4-დან 6,000 ტონას შეადგენს. შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ის ზღვარი, რომელზედაც მნიშვნელოვანია ყურადღების გამახვილება და დღეს ჩვენ ამ საკითხზე მოგვიწევს თქვენი ყურადღების გამახვილება. მოდით დავიწყოთ თავიდან. როდესაც ამ თემას ვეხებით, პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანია ვიცოდეთ რა, ვთქვათ, საფრთხის შემცველია კონკრეტული, ვთქვათ, ერთჯერადი პლასტიკატის მოხმარება და რა, ვთქვათ, ზღვარი არსებობს, ასე ვთქვათ, როგორც წესი, რის ფარგლებში შეიძლება მისი მოხმარება. საქართველოში ჩვენი ქვეყნის მაგალითზე რომ აგვიხსნათ, რამდენად ხშირია ერთჯერადი პლასტიკატის მოხმარება ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში. მოგესალმებით, მიესალმები თქვენს მსმენელს და მაყურებელს. მადლობა გადაცემაში მოწვევისთვის და მადლობა აი ამ საკითხით დაინტერესებისთვის. თქვენ სწორედ აღნიშნეთ, ეს არის ძალიან აქტუალური თემა. არა მხოლოდ საქართველოსთვის, მსოფლიოსთვისაც, რადგან განვითარებული სამყარო შეთანხმებულია უკვე რომ პლასტმასის დაბინძურება წარმოადგენს გამოწვევას არა მხოლოდ გარემოს დაცვის თვალსაზრისით, არამედ ჯანმრთელობის, ადამიანის ჯანმრთელობის კუთხითაც. სწორედ ამიტომ საქართველოსთვისაც და კონკრეტულად გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის ეს წარმოადგენს ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს. სწორედ ამ მიზნით იყო რომ ჩვენ თანამშრომლობდით არაერთ საერთაშორისო ორგანიზაციასთან, საერთაშორისო პარტნიორთან, რომ განგვეხორციელებინა ამ სექტორის კვლევა და შესწავლა. კონკრეტულად გაეროს განვითარების პროგრამამ ჩაატარა მან განახორციელა პროექტი, რომლის ერთ-ერთი კომპონენტი გახდა სწორედ ერთჯერადი პლასტმასის პროდუქტების გამოყენების შესწავლაც და რეკომენდაციების დადებაც. სწორედ ციფრები, რომლებიც თქვენ აღნიშნეთ, აი ამ კვლევიდან გამომდინარეობს და აჩვენებს, რომ საკმაოდ მაღალი არის ციფრი საქართველოში ერთჯერადი პლასტმასის პროდუქტების, სურსათთან შეხებაში პროდუქტების გამოყენების, როგორც თქვით, ჭიქები, თეფშები, ჩანგლები და ასე შემდეგ. როგორ ხსნით ამ მაღალ გამოყენებას, რა ფაქტორებს უკავშირდება ეს რომ ავხსნათ? რა თქმა უნდა, ეხლა უამრავი ფაქტორია, მაგრამ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი არის, რომ ხელმისაწვდომობა, ადვილად ხელმისაწვდომობა, შედარებით შეღავათიანი ფასი, არასაკმარისი შეიძლება ცნობიერებაც, იმიტომ რომ სხვა ქვეყნებში, რიგ ქვეყნებში უკვე აკრძალული არის ეს პროდუქტები და იქ არა მხოლოდ კანონით აკრძალვა, არამედ ცნობიერების ამაღლების ღონისძიებების ხელს უწყობს, რომ უფრო გარემოს დაცვითად მეგობრულ პროდუქტებზე გადავიდეს მოსახლეობა. სწორედ ამიტომ დღესდღეობით და წარსულშიც საკმაოდ აქტიური არის პლასტმასის გამოყენება და რა ვიცი, ბევრი გადაკვეთა აქვს როგორც ჯანმრთელობასთან, ასევე გარემოს დაბინძურებასთან. მე მინდა რომ ამ გადაცემაში რაღაცნაირად რამდენიმე ფოკუსი გავაკეთოთ, თქვათ იგივე ეკოლოგიური და ჯანმრთელობის ასპექტი, კანონმდებლობა, რეგულაციები, ალტერნატიული, თქვათ შესაძლო გამოსავალი, საზოგადოებრივი იგივე აზრი და განათლება. უბრალოდ ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია, რომ გარკვეულ არასასიამოვნო გავლენას თავისთავად ჩვენს ეკოსისტემაზე და ჯანმრთელობაზე, გარემოზე პლასტიკატი ახდენს, რაც თავი მახსოვს, სულ ვცდილობთ, რომ ეს ინფორმაცია საზოგადოებას მივაწოდოთ, მაგრამ როგორც ჩანს, გარკვეული ცნობიერების პრობლემა ამ საკითხთან დაკავშირებით მაინც არსებობს. გასაგებია, რომ თქვათ გავრცელებულია ალბათ კოვიდმა და იმ თქვათ რეალობამ რაც გამოვიარეთ თავისი გავლენა იქონია, მაგრამ დღეს როგორ ფიქრობთ, რა
უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ რაღაცნაირად მივხვდეთ რა საფრთხეების წინაშე ვართ. როდესაც ვსაუბრობთ, თქვათ, გარემოს დაბინძურებაზე, ეს მხოლოდ განყენებული თემა არ არის, პირდაპირ ვართ ჩვენ ადამიანები დაკავშირებული. ამიტომ რაღაცნაირად მინდა დაგვანახოთ ის რაკურსი, რა, თქვათ, პრობლემა შეიძლება ქმნიდეს პლასტიკატის ნარჩენები ბუნებისთვის. მადლობა კითხვისთვის. აი ჩვენ შეგვიძლია რაღაცნაირად ორ ნაწილადაც გავყოთ ეს საკითხი და ერთმანეთთან დაკავშირებულია ორივე საკითხი. თქვენ ახსენეთ გარემოს დაბინძურება, რაც ასევე წვავით დგას და ამაზეც ცალკე კვლევა ჩატარდა მსოფლიო ბანკის მიერ, რომელმაც საპილოტო პროექტის ფარგლებში შეისწავლა მდინარე რიონის აუზი, ასე ვთქვათ, და დააკვირდა დაბინძურების დონეს, სხვადასხვა დამაბინძურებლებით, მათ შორის სხვადასხვა ნარჩენებით და მათ შორის კვლევა მაჩვენა, რომ დაახლოებით 90% სწორედ პლასმასის ნარჩენებს შეადგენდა დაბინძურების წყარო და შესაბამისად ეს შემდეგ ხდებოდა შავ ზღვაში, გარდა შავი ზღვის ამ პლასმასის ნარჩენებს თავისი შემადგენლობიდან გამომდინარე ხდებოდა მათი ფრაგმენტაცია, მიკროპლასტიკა, დაშლა, იქ არსებული ქიმიური ნივთიერებები ხდებოდა ბიომრავალფეროვნებაში, თევზში, აკვაკულტურის პროდუქტებში და საბოლოო ჯამში შემდეგ ისევ ადამიანის ჯანმრთელობაზე აისახებოდა. საკმაოდ ისეთი მონაცემი იყო, როდესაც შეადარეს საშუალოდ ევროპაში არსებული მდინარეების დაბინძურების დონეს, დადგინდა, რომ 7-ჯერ აღემატებოდა პლასმასით დაბინძურება საქართველოში რიონის აუზში, მდინარის აუზში ეს დაბინძურება. შესაბამისად ეს უკვე მნიშვნელოვანი სიგნალი იყო სახელმწიფოსთვის. სწორედ ეს კვლევა ზუსტად სამინისტროსთან თანამშრომლობით და სამინისტროს ინიციატივით განხორციელდა და გარდა მაგისა მე ვახსენე გაეროს განვითარების პროგრამის მიერ ჩატარებული კვლევა და ამასთან დამატებით ჩვენს მიერ შესწავლილი იქნა გარკვეული საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევები, გამოცემები, რომელიც შეეხებოდა პლასმასში არსებული გარკვეული ნივთიერებების გავლენას ადამიანის ჯანმრთელობაზე. და იყო მიგნებები, რომ პლასმასში არსებული ნივთიერებები ნეგატიურ გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე და არაერთი სერიოზული დაავადების გამომწვევიც კი არის. შესაბამისად ერთობლიობაში ეს საკითხი უკვე იძლევა სიგნალს, რომ გარკვეული რეაგირება არის საჭირო როგორც სახელმწიფოს მხრიდან, ასევე კერძო სექტორის მხრიდანაც და მოსახლეობის კუთხითაც, რომ ერთობლივად ეს გარემოს დაცვითი და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემა გარკვეულწილად აღმოიფხვრას. რადგან კანონმდებლობას და რეგულაციებს მივადექით, მოდით გითხარით, არსებობს თუ არა საქართველოში რეგულაციები ერთჯერადი პლასტიკატის მოხმარებასთან დაკავშირებით, მის შეზღუდვასთან დაკავშირებით და ასევე საინტერესოა, მე რამდენადაც ვიცი, თქვენ უკვე გამართეთ შეხვედრები ბიზნეს სექტორთან და მნიშვნელოვანია, რომ მათ აუხსნათ რა, ვთქვათ, პრობლემაა დგას დღეს და როგორ შეიძლება მისი გადაჭრის გზები ერთობლივად სახელმწიფომ თავის მხრივ და მეორეს მხრივ ბიზნესმა გაატაროს. დიახ, რაც შეეხება რეგულაციებს, თქვენ იცით, რომ ჩვენ გაფორმებული გვაქვს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება, რომელიც ითვალისწინებს კანონმდებლობის დაახლოებას ეტაპობრივად ევროკავშირის კანონმდებლობასთან. ეს პროცესი დაიწყო 2015 წლიდან, 2014-ში მოეწერა ხელი ამ DCFTA-ს ეგრეთ წოდებულს და სამინისტრო სხვა უწყებები, რა თქმა უნდა, უკვე ახორციელებს ეტაპობრივად შესაბამის კანონმდებლობის დაახლოებას ევროკავშირთან. ჩვენს მიერ უკვე არსებობს კანონმდებლობა, რომელიც ეხება სურსათთან შეხებაში მყოფ მასალებს, ზოგადად ეს უკვე რეგულაცია მუშაობს, თუმცა ცალკე რეგულაცია არის ევროკავშირშიც და ჩვენთანაც შემოღებული, რომელიც უკავშირდება უშუალოდ პლასმასისგან დამზადებული სურსათთან შეხებაში მყოფი მასალების მიმართ დადგენილ მოთხოვნებს. ეს რეგულაცია უნდა ძალაში უნდა შევიდეს 2026 წლის 1 იანვრიდან, თუმცა ამ რეგულაციის შემდეგ, როდესაც ეს დაახლოება მოხდა რამდენიმე წლის წინ, ევროკავშირშიც განვითარდა კანონმდებლობა, იქ გარკვეული შეზღუდვები შემოიღეს და ჩვენს მიერაც მოხდება სწორედ ამ რეგულაციაში ცვლილების შეტანა და ამ საკითხის რეგულირება, გარკვეული პროდუქტების აკრძალვა. თქვენ ახსენეთ, რომ ბიზნესთან შეხვედრა ჩატარდა, საკმაოდ წარმატებული და ნაყოფიერი იყო ეს შეხვედრა, აქტიურად იყო ჩართული ბიზნესი. აქ საუბარი არა მხოლოდ მწარმოებლებზე, არამედ იმპორტიორებზეც, ვინც ახორციელებს ამ პროდუქტის იმპორტს საქართველოში, ასევე იმ ბიზნესის წარმომადგენლებთან, რომლებიც არიან მომხმარებლები. ეს იყო ერთგვარი სარესტორნო ქსელები, ეგრეთ წოდებული fast food ინდუსტრია და მათთან იყო აქტიური დისკუსია ამ საკითხთან დაკავშირებით. რაც უნდა აღვნიშნო, ის არის, რომ საკმაოდ მაღალი იყო მათი ცნობიერების დონე და მზაობა, ესე ვთქვათ, მათთვის სწორად იყო აღქმული მათი მხრიდან პრობლემის სიმწვავე და გამოითქვა მზადყოფნა, რომ ეს მნიშვნელოვანი საკითხია და უნდა იმუშაონ აქტიურად
აქტიურად ჩვენთან. რა თქმა უნდა, კონსულტაციის პროცესში გარკვეული წინადადებები აქვთ მათ, გარკვეული ვადებთან დაკავშირებით მსჯელობა ჯერ კიდევ მიდის, თუმცა რომ შევაჯამოთ, ანუ ბიზნესის მხრიდან ამ საკითხთან დაკავშირებით იყო აბსოლუტურად ადეკვატური აღქმა და მიდგომა. რო აგვიხსნათ თქვათ რა საშუალებები გაჩნდება, ერთგვარი ალტერნატივა რომ განვიხილოთ, თქვათ იგივე ტრაფიკების ობიექტებს, მიწოდების სერვის, რით შეუძლია თქვათ პლასმასი ჩაანაცვლოს და როგორ აისახება ეს მომხმარებელზე, აი როდესაც საუბრობთ თქვათ რაღაც პრობლემის გამოსწორებაზე, თავისთავად ხვდებით, რომ ბიზნეს პირველ ყოვლისა აინტერესებს ციფრები და ამის კალკულაცია, თქვათ გაუძვირდებათ მათ თუ არა კონკრეტული საქმიანობის გაწევა. ამ შემთხვევაში თქვათ რა რეალობა შეიძლება მივიღოთ, ერთგვარი გამოსავლის თქვათ რა ალტერნატიული საშუალებები შეიძლება არსებობდეს. მადლობა კითხვისთვის. ესეც ერთ-ერთი აქტუალური საკითხი იყო ბიზნესთან შეხვედრისას, მათი მხრიდან დასმული. ანუ ბევრი მათგანი უკვე ინფორმირებული იყო არსებული ალტერნატივების შესახებ, რაც ხა ჩვენთან პირველად არ ვიგონებ და არ ვაწესებთ ამ მოთხოვნებს, სოფლიოში ბევრგან უკვე არის დაწესებული და ბევრი კომპანია თუნდაც აკრძალვების გარეშეც უკვე გადაერთო ალტერნატიურ პროდუქტებზე. ეს ალტერნატიული პროდუქტები ჩამოთვლილია კანონმდებლობაში, რისგან შეიძლება იყოს დამზადებული სურსათთან შეხებაში მყოფი მასალები, როდესაც ერთჯერადზე საუბრობთ, ხა მისი ალტერნატივა ერთ-ერთი შეიძლება იყოს მრავალჯერადი გამოყენების პროდუქტი, თუნდაც მინის, კერამიკის და ასე შემდეგ ამ მასალებისგან დამზადებული პროდუქტი, ხოლო ერთჯერად ალტერნატივებს რაც შეეხება, ეს იქნება ქაღალდი, მუყაო, ხე, ბამბუკი, იგივე შაქრის ლერწამი და სხვა სურსათის მასალებისგან დამზადებული პროდუქტებიც. ანუ ეს ალტერნატივები ხელმისაწვდომია ბუნებრივია, თუმცა რა თქმა უნდა, აი რაც ბიზნესთან დისკუსიისას გამოირკვა, ზოგიერთი მათგანი იმპორტს ახორციელებს როგორც პლასმასის ჭიქების და ჩანგლების და დანების, ასევე ალტერნატიული საშუალებების ქაღალდისაც მაგალითად და უკვე ეს აქტიურად გამოიყენება სხვადასხვა ინდუსტრიაში. არის შესაძლებლობა, რომ სრულადაც გადაერთონ ამაზე, ალბათ გარკვეული დრო დაჭირდებათ ამისთვის, მაგრამ ჩანაცვლებადია და მსოფლიოშიც არსებობს ეს პრაქტიკა, რომ ალტერნატიული უფრო მეტად ეკომეგობრული იქნება თუ ჯანმრთელობისთვის უფრო ნაკლებად საზიანო პროდუქტები გამოიყენება ამ ინდუსტრიაში. და შესაბამისად მომხმარებელზეც, რა თქმა უნდა, მომხმარებელთვისაც პირველ რიგში ის, რომ უფრო უვნებელი სახით მიიღებს სურსათს, ეს რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია. რაც შეეხება აი ამ ფასების და კალკულაციის საკითხი ახსენეთ, ეს გარკვეული კვლევები, რაზეც ვიმუშავებთ საერთაშორისო პარტნიორებთან, იქ აჩვენა, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში მრავალჯერადი გამოყენების პროდუქცია უფრო მომგებიანს ხდის გრძელვადიან პერსპექტივაში, ვიდრე პლასმასის იაფი და ხელმისაწვდომი პროდუქტის გამოყენება. რა თქმა უნდა, ქაღალდი და მუყაო შეიძლება კონდეს გარკვეული სხვაობა ფასში, თუმცა ამასაც ბიზნესი გადაიანგარიშებს და დამეთანხმებით, რომ ქცევა ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მომენტია, როდესაც რაღაც თქვათ უკვე შენი ყოველდღიურობის ნაწილი ხდება, თქვათ ამ საკითხის და ამ პრობლემის თქვათ მოგვარება არ არის მარტივი. ამ შემთხვევაში საჭიროა ხოლმე რომ აი კომპლექსურად ავხსნათ თქვათ რა ტიპის პრობლემები შეიძლება არსებობდეს იგივე ჯანმრთელობასთან დაკავშირებით და რადგან ადამიანისთვის მისი ჯანმრთელობა უპირველესი ამოსავალია, იქნებ თქვენ როგორც კომპეტენტურმა პირმა კიდევ უფრო მეტად გითხრათ რა ტიპის თქვათ პრობლემა შეიძლება შექმნას პლასტიკატის გამოყენება ამ ადამიანის ჯანმრთელობაზე. თუ არსებობს ეს კვლევა, უშუალოდ რა თქვათ პრობლემებს ქმნის და მე ისიც მინდა რომ კითხოთ იგივე პლასტიკატი მდინარეებსა და ზღვებში რა გზით ხდება და შემდეგ იქ რა პროცესი მიმდინარეობს, ან რა ემართება რეალურად მას. მადლობა. პირველ რიგში აღნიშნე, რომ მე არ ვარ ჯანდაცვის სპეციალისტი, ხე სხვა უწყების კომპეტენცია, თუმცა ჩვენ ეს საკითხი, როდესაც შევისწავლეთ, იყო ცალსახა ბმა ამ პლასმასში შემავალი გარკვეული ნივთიერებების, როგორც არის ფტალატები და ბისფენოლ A, ანუ ეს ნივთიერებები გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე და ამ კვლევებში, რომლებიც საჯაროდ ხელმისაწვდომია და ინტერნეტშიც მოიძიება, მათ შორის ამერიკის წამლის და სურსათის ადმინისტრაციის მიერ და სხვადასხვა სამეცნიერო ინსტიტუტების მიერ ჩატარებული კვლევები ადასტურებდა, რომ არაერთ დაავადების გამომწვევი შეიძლება იყოს ეს ნივთიერებები. მათ შორის
არ მინდა ეხლა ცოტა ისე მაყურებლისთვის შეჟღერდეს, აი სიმსივნური დაავადებებიც, მათ შორის გულსიზრდათა დაავადებები, წონასთან დაკავშირებული და ასე შემდეგ. საკმაოდ ფართო სპექტრი იყო ჩამოთვლილი დაავადებებისა, რომელიც შეიძლება გამოიწვიოს პლასმასში არსებულმა ნივთიერებებმა. ხოლო რაც შეეხება რა პროცესები მიდის აქ რამდენიმე დაბინძურება საიდან ხდება ხო მრავალი წყარო, მაგრამ ძირითადად საყოფაცხოვრებო მოხმარებიდან ეს ჭიქები და თეფშები, ბოთლები და ასე შემდეგ მოსახლეობა ან ინდუსტრია როდესაც იყენებს, მე ხდება მდინარეში და მე რა თქმა უნდა ის ზღვაში გადაინაცვლებს, მე ხდება ამ ნივთიერებების, ამ პლასმასის პროდუქტების ფრაგმენტაცია მიკროპლასტიკად, შემდეგ რა თქმა უნდა ეს ზღვის ბინადარი და მდინარის ბინადარი თევზები თუ სხვა ესე ვთქვათ ბიომრავალფეროვნების კუთხით ხდება მათ ორგანიზმში ხდება და შემდეგ ადამიანის მიერ მოხმარების შემთხვევაში ეს ხდება ადამიანის ორგანიზმშიც. Ну ცალკეა ეკოლოგიური პრობლემა, რომ აბინძურებს მდინარეს და ზღვას და შემდეგ არის უკვე ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემა. კომპლექსური ეს. მესმის. როგორ უნდა ავუხსნათ საზოგადოებას და არის თუ არა მოსახლეობა მზად უარი თქვას პლასტიკაზე და გადაერთოს სხვა ვარიანტებს. როდესაც ამ თქვათ ინფორმაციას ვაწვდით, ხანდახან ცოტა გადაჭარბებული თქვათ გონიათ მათ და შეიძლება საფრთხეს ასე მძაფრად ვერ იაზრებდნენ და მესმის რომ თქვათ იგივე სოციალურ-ეკონომიკური ფაქტორების გათვალისწინებით თავისთავად აქცენტი უწევთ გააკეთონ თქვათ შედარებით იაფფასიან მოხმარების ამგვარი ნივთებზე. აი ეს რეალობა რაც ამ წუთას აქვს საზოგადოებას გვაძლევს თუ არა იმის საშუალებას იმის საბაბს და ვფიქრობ რომ იგივე ბიზნესთან შეხვედრის დროსაც შესაძლოა რომ ამგვარი თქვათ განწყობები დაგეჭირათ რამდენად ვართ მზად რომ რაღაცნაირად გადავიდეთ შემდეგ ეტაპზე და თქვათ იგივე პლასტიკატები ალტერნატიული საშუალებები ჩავანაცვლოთ. დიახ, ძალიან მნიშვნელოვანია თუნდაც ამგვარი გადაცემებიც და ამ საკითხის გაშუქება მასმედიის მხრიდანაც და სოციალური ქსელებიდანაც და ასე შემდეგ. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ საინფორმაციო კამპანია განხორციელდეს აქტიური, იმისათვის რომ სათანადო ინფორმაცია მიეწოდოს მოსახლეობას იმ ნეგატიური მხარეების შესახებ, რაც შეიძლება უკავშირდებოდეს პლასმასის პროდუქტების გამოყენებასთან, ასევე ალტერნატიული საშუალებების ხელმისაწვდომობის თაობაზე. ფიქრობ რომ რა თქმა უნდა ყოველთვის გარკვეული დისკომფორტი ახლავს ამას და როდესაც რეგულირება შემოგაქვს და სხვა ალტერნატივებზე გადართვაზე გაქვს საუბარი, თუმცა ვფიქრობ რომ საზოგადოების ცნობიერება უკვე მზაობა ამ მხრივ არის, როდესაც ერთ მხარეს აყენებ ადამიანის ჯანმრთელობას და იმ გარემოს სადაც ჩვენ ცხოვრობ, შეიძლება გარკვეულ დათმობებზე ესე ვთქვათ წავიდეს მოსახლეობას. თუმცა მნიშვნელოვანია რომ სწორად მიეწოდოთ ეს ინფორმაცია რეალურად რა რისკებია და რა გამოსწორდება იმით რომ ვთქვათ ალტერნატიული პროდუქტების გამოყენებას დაიწყებს მოსახლეობა. ბიზნესისგან რა თქმა უნდა იყო გათვალისწინებული მომხმარებელთა ინტერესებიც, მათი პოზიციის წარმოჩენისაც, თუმცა ამ არგუმენტის წინააღმდეგ ვთქვათ ესეთი პოზიცია რთულია შეიმუშაო, რომ როდესაც საუბარი ეხება ადამიანის ჯანმრთელობას, გარემოს დაბინძურებას და ამას ასეთი გლობალური მასშტაბები აქვს, რთულია რომ იქ რაიმე არგუმენტი წამოაყენო. ამიტომ მნიშვნელოვანია კონსულტაციის ფორმატი, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი მიზანიც ბიზნესთან შეხვედრის ის იყო, რომ არ მომხდარიყო გარკვეული პროდუქტების დეფიციტი ქვეყანაში, რომ მომხდარიყო რაც შეიძლება ასე რბილად გადასვლა და ეს პროცესი გრძელდება კონსულტაციის და დისკუსიის პროცესი. თავისთავად ხვდებით რომ სახელმწიფოს უწევს გარკვეული ბერკეტის გამოყენება, რომ სიტუაცია უკონტროლო არ გახდეს, შეიძლება ეს ბერკეტი იგივე ვთქვათ კანონმდებლობის და რეგულაციების კუთხით იყოს თუნდაც კანონის გამკაცრება ამ კუთხით, თქვენ 2026 წელი ახსენეთ, მე მინდა კიდევ უფრო მეტად გავშალოთ ეს თემა და გითხრათ რა რეგულაციები შეიძლება დაწესდეს უკვე ამ შემდეგი წლიდან. დიახ, მოგახსენებთ მომდევნო წლის 2026 წლის 1 იანვრიდან როგორც თქვი ძალაში შედის უკვე არსებული ტექნიკური რეგლამენტი, რომელიც ეხება პლასმასის მასალებისგან დამზადებულ სურსათთან შეხებაში მყოფ მასალებს. ჩვენი მხრიდან მოხდება ცვლილების შეტანა ამ რეგლამენტში და დაკონკრეტდება, რომ გარკვეული კატეგორიის
პლასმასის პროდუქტები, როგორიც არის ჩანგლები, დანები, კოვზები, საწრუპები, სასმლის მოსარევები, საჭმლის ჩხირები, ჭიქები და სურსათის კონტეინერები იქნება აკრძალული მათი იმპორტი და ბაზარზე განთავსება. დაშვებული იქნება მხოლოდ ადგილზე წარმოება, მხოლოდ ექსპორტის მიზნით. ანუ თუ სხვა სახელმწიფო სურს ამ კატეგორიის პროდუქტის წაღება თავის ქვეყანაში, ჩვენ არ შეუზღუდავთ ადგილობრივი ბიზნესს ამ შესაძლებლობას, წარმოება იქნება შესაძლებელი, ოღონდ განხორციელდება ამაზე სახელმწიფოს კონტროლი, რომ ნამდვილად მოხდას დეკლარირება, რომელ ქვეყანაში მიაქვს, რა რაოდენობით მიაქვს და ასე შემდეგ. ხოლო იმპორტი, ანუ საბაჟო სამსახურების მიერ გაკონტროლდება საზღვარზე და იმპორტი აიკრძალება, ასევე აიკრძალება ადგილობრივი წარმოება, რომ ადგილობრივ ბაზარზე განთავსდეს და გაკონტროლდება ასევე ბაზარზე მაღაზიები, სუპერმარკეტები, რესტორნები და ასე შემდეგ, რომ არ იქნას გამოყენებული ჩემს მიერ აღნიშნული პროდუქტები ყოველდღიურად. საბოლოო ჯამში რა მოლოდინი გაქვთ, რა შეცვლის ეს სურათი, იგივე ვთქვათ ეს რეგულაციები იმ ციფრებთან მიმართებაში, რაც გადაცემის დასაწყისში ვახსენეთ. რა თქმა უნდა, მიზანი არის ის, რომ რაც სურათი გვაქვს ამ რაოდენობასთან მიმართებაში და იმ პრობლემებთან დაკავშირებით, რაზეც ვიმსჯელეთ, ამაზე რა თქმა უნდა პოზიტიურად უნდა აისახოს, ოდესაც აღარ შემოვა და ბაზარზე არ განთავსდება, ბუნებრივია, შემდეგ არც დინარეში არ მოხდება და შესაბამისად ადამიანის ჯანმრთელობაზეც ნაკლები გავლენა იქნება. ანუ მიზანი ეს არის და რა თქმა უნდა იყოს ეფექტიანი აღსრულების ზომები, ამაზეც მიმდინარეობს მუშაობა, რომ მომზადდეს შემოსავლების სამსახურის საბაჟო ორგანოები, გარემოს დაცვა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გარემოს დაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტი, სურსათის ეროვნული სააგენტო, რომლებიც ადგილზე გააკონტროლებენ სიტუაციას, რომ მნიშვნელოვანია, რომ ეს ნორმატიული აქტი, რაც იქნება დამტკიცებული, ეფექტიანად აღსრულდეს რეალობაში. დიდი მადლობა. წარმატებებს გისურვებთ. ლაშა ინაური, ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი საუბრობდა პირდაპირ ეთერში. მადლობა გადაუხადოთ ჩვენს მსმენელს და მაყურებელს.